მაყურებელს. მაყურებელთან ბოდიში რომ ადრე გამთავრებული. არა, ეს არის ლოგიკური დრო, მეგობრებო, შეეჩვიეთ. მადლობა. ცოტა თუ ამთქნარებდი კიდე სწავლობთ მიხვდებოდა მაყურებელი. მე უსტუმარი ამთქნარებდა ხოლმე აგრე, მაგრამ ამას სტატუსის ხელი არ შეუშლია. მაგრამ მაყურებლისთვის კეთდება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და მადლობა მოკლედ. ჩვენ პრინციპში მე უნდა დავიმშვიდობო ორი კვირით მაყურებელს ორ შაბათობის მიდო შემდეგ რაც მე არ ვიქნები და მარტო რჩება. ხო, მარტო რჩება, კვლავ ტატოს დაუწერეთ ვარიანტები. ხაილაპარაკი დაიხარჯე. ასაც მინდა იმას ვიზა. ვერ ვიქნები კი მალე დაამთავრებს რა გონი. ეს ჩემთან ერთად უყვარს. ვერ ვიქნები კი მალე დაამთავრებს რა გონი. ვერ ვიქნები კი მალე დაამთავრებს რა გონი. ვერ ვიქნები კი მალე დაამთავრებს რა გონი. Here's Johnny. რვა ბიჭო დავამთავრეთ მართლა 8 საათი. რა არის ზღვარის რის მერეც უკვე არა მე ვიცი რომ ყველანაირი თავმოყარების ზღვარი გადავლახეთ უკვე შეჩემა 6 საათია ბიჭო ლაივში ვართ 8 საათი ხო და კალა გამოყალევდება ხვალ მართლა ანუ ვიც ხვალ ჩართავს ვაფშე და ამოუგდებს 8 საათიან ორშაბათობას არა გაგიჟდებიან ცალკე ასე ფიქრები მე ვფიქრობდი რომ ხვალ ავდგები შეჩემა დღეს ავდგები და იმაზე წავალ მეთქი რაც დავაანონსე კოჩორას ის რო არის მაგრამ ეხლა უკვე ეჭვებარება რომ მოვახერხე პიკნისლოს დღესაც ხო და რომ მოვა გავიდეთ რომ მოვა უთხარი ალახლისთან შეში რომ მოვა უთხარი რომ всё ჩვენ მივდივართ თქო დადო არის ის მიჯნა მარსინია კლოპლომ რაც გავჩერდებით რა თუ გავითიშები რა მეძინება აქ შეჩემა რა ვიცი ხალხს სრულყოფილი ძილი ქონათ სამ ლაივში ხართ ხო მართლა 8 საათია ლაივში ვარ შეჩემა ანუ ჩვენ ლაივის დაწყებიდან 1 საათში თვითონ დაიძინა 6 საათი გამოიძინებს და უკვე 1 საათია გვიყურებს ხო არა სხვადასხვა სარტყელებში გვიყურეს უკვე არ შემოვიდა ხალხი ბრუკლინიდან და იქ ხო დედამიწა და მესამედი დაარტყა შეჩემა მესამედი მოტრიალდა უკვე და უკვე შემოდიან იაპონია და იაპონია ამერიკიდან შემოდიან ნახევარზე გავდივართ ცოტა ხანში არა ნახევარზე არა მაგრამ მეოთხეც გავცდით ერთი დღე ღამის მეოთხეს მესამედი გამოვიდა ზუსტად 8 საათია შეჩემ მესამედი 8 საათი გავიდა ხო მესამედია რა გინდა ცოტა ხანის თუ ვიქრებით ნახევარსაც ცოტა ხანი თუ ვიგე ნახევარი 10 საათია შეჩემაში ხო არა რაც საათამდე ვარ ვიძებით აქ სიმამ ბავში ამერიკის დროით 2 წუთია ორშაბათობა დაიწყო წავედით ამ ორშაბათი დადგა ალბათ ნიუ-იორკში ხო წავალოთ ნიუ-იორკშია ახლა ორშაბათი უკვე ლოს-ანჯელესში კიდე 3 საათია ლოს-ანჯელესში ორშაბათამდე მეტრო გაიხსნაო ილოცავთ ჩვენთანაც მალე გაიხსნება წავედით აუ ძალიან ასწორებს აი კალას სახე მან ახახვალ შემოვა ან ხომ მართლა საქმეები მაგავედით ხვალ არ გაქვს საქმეები ნიკო დღეს გაქვს დღეს მაქვს საქმეები ენაუს წაიკითხე რა მომდარ ბრატშული აკეთვარებს 8 საათში რა შეუძლია ადამიანს დაწერა 10 რაღაც გამოაცხო მთელი სერია, ხო? შეიძლება შეისწავლოს უცხო ენის საბაზისო დონე თუ ადამიანი კონცენტრირებულად იყენებს სწორ მეთოდოლოგიას. მაგალითად, immersion plus space repetition 8 საათში შეუძლია AX დონეზე კომუნიკაციის უნარი განუვითაროს. ორი შეიძლება ნახოს სიზმარი 4-ჯერ ან მეტჯერ ძილის დროს ადამიანს აქვს 4-5 RIM ფაზა, ანუ თეორიულად შეუძლია 4-5 სხვა სიზმარი ნახოს 8 საათში. სამი შეიძლება შეჭამოს 6-დან 8 კილოგრამამდე საკვები. შეიძლება გაიაროს 40 პლუს კილომეტრი ფეხით საშუალო ტემპერატურით 15 კილომეტრი/საათში. ადამიანი 8 საათში თითქმის მარშრუტი თბილისიდან მცხეთამდე და უკან შეასრულოს 2-ჯერ. შეიძლება წაიღოს მთელი რომანი ან 2 საშუალო კითხველი წუთში კითხულობს ან 2. შეიძლება წაიღოს რომანი ან 2. კითხველი, საშუალო კითხველი წუთში კითხულობს დაახლოებით 250 სიტყვას. 8 საათში შეადგენს დაახლოებით 120 სიტყვას. საკმარისად მოსაწყენი წიგნის დასაშრელად. 6. შეიძლება გადავიდეს მედიტაციურ ტრანსში. ზოგი მონაზონი ან იოგი 8 საათიან მედიტაციას იყენებს ცნობიერების სიღრმეების ჩასაძრად. ხშირად სხეული ასე რჩება თითქმის უძრავი, ხოლო გონება ტრიალებს უცნაურად და ღრმ. შეიძლება გაატაროს სრული თამაში, თელ ვიდეო თამაში, მაგალითად Journey, Firewatch ან Inside. სრულდება 5 საათში. იდეალურია binge gaming-ის მოყოლების. შეიძლება გადაუფრინოს კონტინენტებს, თბილისიდან ნიუ-იორკამდე, ფრენა დაახლოებით 11 საათს გრძელდება, მაგრამ მაგალითად თბილისიდან ლონდონში ან ბერლინში გადაფრენა და აეროპორტში დროის გატარება სწორედ 8 საათი. შეიძლება აწოს პატარა სახლი.
Tiny home თუ გუნდი ყავს speed building-ის პროექტებში 8 საათში ხშირად აწყობენ მინიმალისტურ სახლს, სრული ინტერიერით, მაგალითად YouTube-ზე ვერ მაგალითია. 10 შეიძლება სხეულმა განახორციელოს 70+ ტრილიონი უჯრედის კომუნიკაცია მილიონობით გზით. ბიოლოგიურ დონეზე. ყოველი წამი ადამიანის ორგანიზმში ბიოლოგიურ დონეზე ყოველი წამი ადამიანის ორგანიზმში მილიარდობით ბიოქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. შეიძლება სხეულმა განახორციელოს 70+ ტრილიონი უჯრედის კომუნიკაცია მილიონობით გზით ბიოლოგიურ დონეზე. ყოველი წამი ყოველ წამს ეს უნდა იყოს ადამიანის ორგანიზმში მილიარდობით ბიოქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. 8 საათში ეს ტრილი. მივხვდი ლაივი როგორ უნდა დამთავრდეს შეჩემ. ზოგი არ დამემატება ასოებებით. ჩემი ლეპტოპი რო დაჯდება, გაითიშება, მან უნდა დამთავრდეს ლაივი რა. ისეთ რეკლამა გაუკეთე ამ HP-ს 5% კაი ხანი გაკაჩავს კიდე შეჩემ. 4% არის ხა? კი, 4%-ია. მა ბიჭო, ხუიოზე 5 რამდენი იყო, კაცმა არ იცის შეჩემ. კაცმა არ იცის. 5 შეიძლება იყოს ძალიან დიდი ხანი შეჩემ. მე განათებას დავუწიე. ხო არ გავდიშო Wi-Fi. ცნობიერება. კაი კომენტარი იყო და კალას დაამთავრებინეთ რა დაურეკეთო. გამოყლებდება ეხლა დაურეკო და კალა კიდე ლაივში ვარ თქო. და დავამთავროთ. კაი. გავიდეთ ახლა ბოლოში. გავიდით ბოლოში ვართ. კატასტროფები. მე მომწერეს რომ ლუდებს გადაუღებ. შიყვარა გაქო. ფოტო გადაუღე ლუდებსო და. რაც დალიე? რამდენი დალიე? არ ვიცი. ანუ ცოტნეს რეკორდი, კალას რეკორდი. ბიჭო, ცოტნეს რეკორდი მოიხსნებოდა 3 საათი 4 ვართ ხოლმე ეთერ 8 ვიყავით. რა მნიშვნელობა? ეგ ხო არ გადავა. ხო და რა მნიშვნელობა აქ გაივლები ყველაფერი. რამდენი ამოალაგე შეჩემა რა არის ეს? კადრში არ ეტევა, აქეთ გადმოდე. არა ეტევა. ეგეც დადგი ჩაგიტლი თუ ეს თვითონ არაფერი სასწაული ხა 6 კილა არის რა 3 ლიტრი არის რა 6 კილა არ არის მეტია 600-ო ეს 2 მეგონა ბიჭო არა ცოტა ცოტაც არ არის ხო მაგრამ ტელეგრამისთვის არაფერი ხო ღამეს ხო გააჩინე რა საკეთებს შეჩემა ეხლა როზი ხარ და ტრაქს რო იფხან და სვამ ხო მაგრამ გადაცემაში რო ხარ და ლაივში ხო და ძალიან ისიც არ ყოფილი ვარ ხო მალალი ტრაშკა არ ყოფილი არა დავთვერი და ყლეობები ვილაპარაკეთ არ ყოფილა მსგავს ხვალ უთხრათ ეგ უშენ ბიბაზრი შიქო არა გაქვს შეჩემა რაკეტი აი ყველაფერი გავიგე მაგრამ ჩახტა და ტრაკის ჩვენება რა გაიყო დაგვასტრაიკეს იმას რო ხსნიდი ყლებზე წაისვი და ნახატე რაღაცა დემონსტრაცია რა საჭირო იყოს რატო დაგვიხატე აუ კალამ რო გაიღვიძოს და არხი რო დასტრაიკებულია ჩემ გამო აუ რაღაც დიგა აუ რამხელა ზარალი არის ხო ხდები რა დავასრულეთ მაინც ეს დავამთავრო რა ხოჭაღს მაო ამ ლეპტოპს მაგრა გაძლო დამტენის გარეშე ოჩახ თქვენ ამდენი ხანი გაძლო ეს ყოფილა ლეპტოპი ეს ამდენი ხანი გაძელით ოჩახ თქვენ ეს თქვენ იყიდეთ თუ სპონსორმა მოგაჩუქათ ან რამე ეს არა ჩვენი არც არის ეგ ლეპტოპი აკაურია ანუ ოფისის ლეპტოპია ეს ხო ჩვენი არც არის ჩვენი ანუ კალასაც უდგას ხოლმე ეს ლეპტოპი არ გვაქვს იმიტომ რომ ჩანს ახლა კიდეც იმას ეს დაიდგით მაო ის არის ის გვაჩუქე ის კალას ლეპტოპი რაც არის ბეტსონ სპორტის მაშინ ჯერ კიდე ევროპის ნაჩუქარია და პროსტა სახში არის ის ლეპტოპი და მე 4 საათით ადრე ვიტყოდი და ავასრულოთ მეთქი რა პროსტა ლეპტოპთან მომერიდა რა ხერხულში ვიყავი ლეპტოპთან ეგ უნდა ტრადიცია დაინერს ან ლეპტოპი გაითიშება იქამდე მეცნობს არა ეს არის შანსი არ არის არა როგორ იყო იცი 4 საათზე რო ვიყავით მანდ მე ყოველთვის მე სტატისტიკებზე მაგრა ვატრაკებ ხოლმე რა არ მევასება გაუგებრობები რა სტატისტიკაში რა ის ყლეობაც არ მომწონს ახლა Seattle Supersonics-ო დაასტეს და მეორე Seattle Supersonics-ო ჩემპიონი გახდეს მაგარი ყლეობა იქნება რომ ორი Seattle Supersonics-ო ჩემპიონი და ერთი просто Oklahoma როა და მეორე არ მიყვარს ეგეთი რაღაცები რა ბუქარესტის ტიაგოვას გუნდი მეორე კიდე ბუქარესტის ტიაგოვა რო ქვედა ლიგაშია რუმინეთის და ეს რო ზედა ლიგაშია ჩვეულებრივი FSFCSB და რო შეხვალდა 2002 წლამდე ისიც რო რაც კი ტიტულები აქვს ორივეს რო ეკუთვნის ჩემპიონთა ლიგა რო ორივეს აქვს მოგებულია მაგარი ყლეობა რა ორივეს ტიაგოვას რო ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული ხო კაი ესე ჩემო ჩვენც უნდა ვქნათ ეგრე ბევრი დინამო თბილისს დავაარსოთ და ვითომ თასები გვაქვს მოგებული შვიდჯერ ხაშოს ეს დინამო
ხო? არის თუ არა სამართალ მემკვიდრე დინამოსი ძალიან საკამათო თემა არის რა. კი, ზუსტად იგივე შეიძლება ყოფილიყო, რაც იყო მოხდა სტიაუას შემთხვევაში, ხო და არ მიყვარს ეგეთი რაღაცები. შესაბამისად, ნახე, რო ამბობდით ახლა რომ რეკორდი თან ცოტა ხნის წინ მოხსენით. სულ ცოტა ხნის წინ მოიხსნა, 2 გადაცემის წინ, 3 გადაცემის წინ, ხო? აი. ეგ რეკორდი, როგორ იყო, იცი რა, კი, სტუმრიანად თუ მე და კალარო ვართ რეკორდია, მაგრამ აი ის რო არის მაინც კომენტატორების ფარტი იქ 5 საათი იყო და აი ეს არ ითვლება, იმიტომ რომ კომენტატორების ფარტია, მაგრამ მაინც 5 საათი. აი ეხა ხო კითხვა აღარაა შეჩემ. ეხლა ნახოთ არა, კომენტატორების ფარტი სანტა კლაუსთან გატარებული საღამო, აი ნებისმიერ ერთ კვირიან ლაივის გარდა, რომელიც ვერ ჩაიდება. ერთ კვირიან ლაივშიც ორშაბათობაც რო დაჟე მიამატყო აქეთ გადმოსვლა და გაგრძელებაც ამდენი ხანი არ გაგრძელებულა. ორი ორშაბათობა რო აიღო, ანუ დასაწყისი ბოლო? არა, მე რას ვამბობ, აი ორშაბათობა ხო გაგრძელდა ერთ კვირიან ლაივად. მე სადღაც დავიძინეთ და შენ გააგრძელე პროსტა, ეგ უკვე აღარ იყო ის, რაღაც ორშაბათობაც აღარ იყო. არა, მაგრამ იმენა ორშაბათობა დრო აიღო? ბიჭო რა არის? არას ეს მოუხსნელი რეკორდია, შეჭმა 8 საათი და რაღაც 20 წუთი რა. გადაცემებისას დგება მომენტი, როდესაც უნდა გადალახო. აზრი აღარ აქვს, დაიძინებ თუ არა რა. ახლა თუ კიდე ჩავხსნათ ლაივ წავიდეთ. თუ კიდე არ ჩავხსნათ. აზრი არ აქვს, მნიშვნელობა აღარ აქვს. არა, მე ხსახში რომ მივალ ვეცდები რომ რამე ვჭამო, იმიტომ შია 8 საათი ბოლო აგზივართ, ეხლა არ გვიჭამე არაფერი. მე ალბათ მაინც წამოვწვევ, მაგრამ არ მგონია რომ მე შემიძლია ვიკისრო ხინკალი, წავიდეთ აქედან, კაი ხინკალი დავხრიპოთ, მაგრამ ანუ აზრი არ აქვს რა, ანუ ეხლა დაძინებას არა. ეხლა წავალთ თუ 12 საათის მერე, აი 12 საათის მერე არა. აი 6 ეხლა წავალთ თუ 6 საათის მერე მართლა აზრი აღარ აქვს რა. თუ შენ დაძინებას აპირებ, მაინც ანუ ეხლა შენ უნდა დაიძინო, ყლე გადაწყვეტილება ძალიან რა. მაგერევა მთელი კვირა. ანუ შენ უნდა დაიძინო ეხა რომ დაღამდება 10-ისკენ 11-ისკენ უნდა დაიძინო. ხაჩაო კიდე ეგრე რომ შეძლებ ეხა აუცილებელია რომ გაკაჩო, იმიტომ რომ ეხა რომ მე დავიძინო, გავიღვიძებ საღამოს 7 საათზე და მე რა გავაკეთო რა და ეხა ეს უნდა გადავაბათ უეჭველი, ჩემი რეკომენდაცია არის. ლაივში კი არა. ისე რა, თუ გინდა ლაივში არ იყოს გას. წავიდეთ გადავაბათ და მე 10-ისკენ 9-ისკენ დავიძინოთ რა. საღამოს. ხო, ანუ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეგრე აი აგერევა მთელი კვირა რა. ეხლა რომ დაიძინებ, რომელზე გაიღვიძებ? აი, მითხარი. 12-ზე. რა 12-ზე გაიღვიძებ? შანსი არ არის. ეხლა რომ არა, შეიძლება თეორიულად 7-ზე რომ დაიძინო, 5 საათი რომ იძინო, 12-ზე გაიღვიძებ. პირველი არ კი. არა, მე მიქნია კი. ოჯა 5 საათი გაიდროა ახლა, ნორმალია. 5 საათი ხშირად ყოფილა და მიძინია რა. ხო, ისეთი დროა, რომ აი აკრას 10-მდე ნორმალურად მიიღალ და 11-ზე უეჭველი დავიძინე 12-ზე. მე აქედან წავალ. ბიჭო შენ რა ხარ და იძინო? ხაფს გადავიღე. ხო. აგიჟდი, ვაფშე რო არ დაიძინო. აი სადღაც 2 საათზე 3 საათზე ძალიან დაგენძრება. აი გაითიშებ, სადაც არ უნდა იყო გაითიშებ. იყო პერიოდი. თავი ჩამოგივარდება, აი უეჭველი გაითიშებ. ასაკის პერიოდი იყო, რომ მაგას ვაკეთებდი ძალიან ჩვეულებრივად რა. რომ ანუ ეხა არ დავიძინებდი და 10 საათამდე მივიდოდი ისე რომ 10 საათზე დავიძინებდი. არა, 10 კი არა, მე ყოფილა 48 საათი გადამიბამს. მეც გადამიბი, მაგას არა, მე ცოტა ხნის წინაზე გამიკეთები ეგ. ხო და მე პატარა ასაკში არა. მე ვეღარ მე წავალ ეხა შხაპს მივიღებ. მე წავალ კოჩორას ივენტზე წავალ. მოვისმენ იქ რაღაცეებს. ახვალ მან, მე ვფიქრობ რომ ვეღარ მოვწავალ. წახვალ, გამიჯერე. რატო გადამიწყვიტე ეს უჩ? ეხლა ვსეო. არა, მინდა ბიჭო, იმიტომ რომ მე საღამოს დავიძინე. ორშაბათს ვერ ვიყავი და ხვალაც ვერ მივდივარ და მივიდება და მინდა მისვლა. თუ გინდათ ერთი 8-მდე ლაივში. არა, ხვალ გაგიჟდი, წადი შეჩება, მანევე და. ეს თავისას იმაშვება ეხლა. გათიშე ტატო. გათიშე. გიზლდება. კაი. კოჩორასთან რომ არ მივიდეთ, ახლა უხერხული იქნება ჩემი აზრით. ხო, არა, კი, მაგრამ თან ძალიან პიზდაცია აქედანაც ჩემთვის ახლა რომ აი არ ვიცი რა ვქნა. ხვალ წასასვლელი ვარ. თან მიყლებული ვარ. დაყლებულ იმებში შეხვედრებზე ვერ. არა, მეც ვეღარ ვარ ისე როგორც ჭახავობაში ვიყავ, აღარ მყოფნის რა. ეს და აზრი არ აქვს, ეხლა დაძინება ყლეობა არა. ის ვაიბები მოიტანა ახლა. ერთკვირიანი ლაივის ვაიბები მოიტანა. სვეჩ. ტატო დაამარცხესო და საოცრება ხდება ტატოს უნდა დამთავრება.
ტატოს დამარცხებულიო. ჯავახა მოვიდა და ვაფშე ყველა დაამარცხა, ვაფშე ყველა. ცოტნე კალა, ტატო, ყველა სტუმარი, კომენტატორები ერთად, რავი. ეხა იმაზე რომ მე რო ეხა ნერვები მომეშალოს და დავაი ეს რას ქვია მე დავამარცხოს და რო გავაგზავნე და კალას ამას ჩამოვა არა. რის ჩამოდის? რო გავუყლევთ იქამდე ლაივში. ზეგამდე კახათავს. ვარ ჭამდა, აქ რო ჭამდა კროსო. კაი ბიჭო რას წუნებთ ეხა ერთი ღამე გადაგითენებია თუ 2 თუ 1000 ეხა ნუ გაპატიოსნით ეგრე უცებ ეხა არა გასწ ამბევრი ხადაო. არა ლაივში რა გაგვითენებია ეს როგორ არა ლაივში რა ლაივში გავთენებდით მაგრამ ორშაბათობაში რა გაგვითენებია ანუ მოკლედ ორშაბათობაში ისეთი რეკორდი დავამყარეთ რომელიც არასდროს დაარწმუნა შანსი არ არის ამის მოხსნის თუ აი ძალით არ გადავწყვიტეთ რა აი მოდი ახლა დავიჯერეთ ხო ეს ეხა იმიტომ ასწორებს კალამ თუ არ იფიქრა ხო დაგეგმილი არის მაგრამ კალამ თუ არ თქვა ხა მე რა პონჩა უნდა მქონდეს რეკორდი ჩემი გადაცემის და დავჯდეთ ეხლა და ჯავახას რეკორდი მოუხსნათო და ძალით გაუწუროთ 8 საათი და რამდენიც იქნება საჭირო რეკორდისთვის კი მაგრამ ისე შანსი არ არის დოქტორ ვოკალ ხომასტრენეს აგინებ რატო კაც ჩემპიონი გახდა ხვალინდელი კიდევ რო აგინებ რეაქცია მართლა აი ძალიან კაი იქნება რომ გახსნის სამ 8 საათი 8 საათი რა 8 საათი კაია ბიჭო გაგიჟდით აუ რა კაია თო კაი იქნება აი გადასაღებია ეგ უნდა გადაიღოს კამერა ხო აქვს წაღებული და ეგ უნდა გადაიღოს შევარდაზე აი მართლა პროსტა დავიბრიდები უთხო არ გავიძინე არა მოუყდები მოკლედ ხო საქმეები არ მქონდეს დიდი თავარია დატომ დააფიქსიროს რომ დავამთავროთ ლაივი არ მოეწონა პერსპექტივა არ მოეწონა 892 კაცი მიჩვენა, ეხლა მიჩვენებს, რომ გიყურებს. დიდი მადლობა ხალხო, თქვენ გაიხარეთ, თქვენ განაცვალეთ, თქვენ ჯირიმე. თქვენ ჯირი კალას. რომელსაც თბილად ძინავს ჰოლანდიაში. ეინდჰოვენურ ჰაერს უმთქავს. 6 საათი და 37 წუთია დღეს ქალაქ თბილისში, ანუ 8 საათი და 37 წუთია ვართ ეთერში. დავამყარეთ ორშაბათობის აბსოლუტური რეკორდი, რომლის მოხსნაც წარმოუდგენელი მგონია მე, თუმცა რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ისინი მოიხსნას. მე ვიწევ ჯავახას. ზედა, საგიწევ. ასე არ გიწევ, კაცო, ესე ფიზიკურად გერ გიწევ. მორალურად გიწევ. სადა? სადა არა, აიცა, რა თქვა ვინე შეჩემ. მე ვიწევ ჯავახას, რომ დიდი ალბათობით ვინაიდან ეს რეკორდი სავარაუდოდ არის ხელუხლებელი. შემდეგ ჯერ როცა ესე მარტო დავრჩები და როცა ისინი ისევ წავლენ ჰოლანდიაში თუ აკვლავ არ წავყევი მოდი და ეს რეკორდი ჩავხსნათ და მოხსნათ აბა რა ავიდეთ 9 საათამდე 10-მდე 11-მდე ეკოპრებო 12 საათამდე აი იქამდე ავიდეთ YouTube-ზე ხო 12 საათზე მეტი არ შეიძლება ლაივი და აი მაგამდე ავიდეთ რომ გათიშვა დაგჭირდეს რომ იმდენი ხანი ვიყავით ლაივში რომ YouTube-მაც კი ვერ გაუძლო მაგრამ დღეს ეგ არ გამოვა კი ცოტა გჭირდება მაგრამ რაღაცა ეხა შევინახოთ ჟორა კეის არის მოკლედ დიდი მადლობა ხალხო დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც გვიყურა ამ ლაივის განმავლობაში რომელიც თითქმის გამოვიდა 9 საათიანი თითქმის მაგრამ 9 საათიან ლაივს კვირდებით შემდეგზე როცა კალა როცა მაგ დიქტატურას კალას დიქტატურას აქ დავასრულებთ და მოვიშორებთ აი მე და ჯავახა 9 საათიან ლაივსაც და 10 საათიანსაც კვირდებით როგორც კი მოხდება დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს კაბისას რომელიც დამეხმარა მე პირადად იმაში რომ ესე გამეკაჭა ამდენი ხანი დიდი მადლობა 5-დან 0-ს რომელიც დამეხმარა იმაში რომ ჯავახა ცოტა შეთვრა და ვამთავრებთ ბოლო ამ ლაივს აგერ ამდენი დალია და როგორ მოეწონა კი 16 წუთში რაღაცა ხდება ისე რომ იცოდეთ 16 წუთში ხდება 9 საათი ან 9 საათიანი ლაივი შეგვიძლია გქონდეს 16 წუთში ხო და მაგი 16 წუთის უგულისთვის ახლა ეგ წავალ მეც მაშინ ან 16 წუთი თუ არის დარჩენილი 9 საათიანი ლაივისთვის ძალიან ტეხავს ახლა 16 წუთის გამო რომ გავთიშოთ რა და ანუ ოღონდ მართლა 16 წუთში გავთიშოთ ანუ გადავაშოროთ და რაღაცა მაგრამ
просто 16 წუთის გამო რომ აი 16 წუთი დაგვაკლდა, აი ვის უთხრა ეხა ეგ რანაირად გავამხილო რომ 16 წუთი გვაკლდა და მაგის გამო დავიძინეთ რა არის ეხა 9 საათიანი ლაივი გამონდის რა ეხა დაღდათ ეხა 15 წუთის გამო მართლა არ ღირს ეხა რომ სახალხს ვათქმევინოთ რომ აი 15 წუთის გამო ყლეები გამოდგნენო აი მართლა სირცხვილი არის რა 9 საათი შევასრულოთ და დავიშალოთ რა 9 საათიანი ლაივი ხო, რა თქმა უნდა. ხო. მაგრამ ანუ თუ ძალიან განვითარებული ვიქნებით, ერიქით უფრო პარი გადაშენდა. რაცა იკითხე ეგეთ. ეხლა ხო არის რის პირველი წუთი და ნიკა წერს შეიშვილი რომ 59 წუთიც როგორც გადაცდა ეგრევე გააცნოს 59 წუთიც გავატანინოთ. ყველას. აბა, რატო? всё 9 საათი ანუ კალა რო გაიღვიძებს დილით 9 დახვდება ხო წინ ვაფშე რო გავაყალეოთ სანამ გათიშავ რა პატარას შესაძლოა დასკვნას გავაკეთებ დრო გაქვს ხუია სანამ 9 ეწერება კიდე ბევრი დრო არის მეგობრებო დიდი მადლობა მოწვევისთვის მიყვარს თქვენთან ურთიერთობა ზოგადად კარგ ადამიანებთან ერთად დროის გატარება ძალიან მიყვარს მე რო გითხრათ ახლა რომ ვარ თქო რა ქვია ცოტა ინტროვერტი ადამიანი ვარ თქო არ დამიჯერებთ მაგრამ მართლა არ ვარ ისე ყველასთან რო გამომდიოდეს ურთიერთობა ეგეთი ადამიანი უფრო მეტად ჩაკეტილი ვარ ვიდრე გახსნილი და თქვენთან მიყვარს ურთიერთობა და აგერ ცოტა ალკოჰოლი წამეხმარა ცოტა კაი ხალხი და აგერ 9 საათი ვილაპარაკე თქვენთან რა ხო და მადლობა პირიქით მიყვარხართ ყველანი გიცნობთ ამდენი წელია ზოგს 1 წელი ზოგს 14 წელი არა აქვს ამას მნიშვნელობა თუ ცოტა ზედმეტი მომევინდა რამე ბოდიში მინდა მოგიხადოთ ერთადერთი ზედმეტი იყო ჩაიხადე დანარჩენი არა ბოდიში გიხდით თუ რამე ზედმეტი ნახატი ალბათ ნახატი რო დაგიხადა სხვა რა გითხრათ კარგია რომ ესეთი ადამიანების ერთობა არსებობს სადაც შეგიძლიათ ესე თავისუფლად ისაუბროთ და ვისაუბროთ და თამამად თქვათ რომ მაგალითად მონალიზა ყლეობა არის ანუ იმიტომ კი არა რომ მართლა ესეა შეიძლება ეგრეა შეიძლება არც არის ეგრე მაგრამ უბრალოდ საზოგადოებაში სადაც ამის თქმა შეიძლება ძალიან ასწორებს ეხლა ვინ ამას როგორ მოჭრის და ამონტაჟებს ეს მეორე ხარისხოვანი არის რა სუფლებად ვიბადებით და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი თავისუფლები მოუკვდეთ ტიტველი რო იბადები ადამიანი ტიტველი აი შეგიძლია ერთ-ერთი უტუზე მოგასხან რაღაცა ნახატი დახატო ხო თავისუფალი ხარ მაგ დროს ეგეთ თავისუფალი უნდა იყო და თავისუფალი უნდა მოუკვდე ცოტა თუ ვიბჟუტორე ბოდიში გიხდით რეკორდი რომ დავამყარეთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ 9 საათი რომ დაეწერათ ეხლა დაეწერება ლაივი რომ მორჩება წინ აი ძალიან გულს მიხარებს ეგა რომ კალა რო გამოყალიბდება ხვალ დილით რო გაიღვიძებს დღეს დილით რო გაიღვიძებს 9 საათს რომ ნახავს აი მაგაზე მაგას გაიფობ უკვე მიხოთ იმის რომ არ ვიცი რეაქცია და ხო წარმოვიდგინე მაგისტრის ლუკასის ჯაფარასი ყველასი ძალიან კაია ძალიან მიხარია მადლობა კიდევ ერთხელ ახლა თქვენ რომ ვიყურეთ კიდევ ერთხელ მადლობა სპონსორებს მადლობა ნიკუშას რომელიც გასაკუთრებული მადლობა ნიკუშას კი, ნიკუშას გარეშე. გაგვიძლო. არაფერი გამოვიდა და ბოლოში უკვე მოწონდა კიდეც. კი, არა, ესეც ის არის, ესეც ის არის რა, ესეც ჩვენიანია მაგამ ბავშვი შეუძლია ღამეების გადათენება. ბოლოში გადმოჯდა და კი. არა, ერთ კვირა ლაივზეც ძალიან სიგურჯიგულად ესე ვიყავით, არ ნებდებოდა ხოლმე. ანუ სადღაც 3:30-ისკენ უჭირდა. აი 40 წამიდა ვთვითავ და მე მორჩი, მე ისე თქმაც მინდოდა. მოცხაუნა სხვა რა. ფრედი მერკური თუ ელტონ ჯონია კითხვა, ანუ პროსტა ფრედი მერკური რა თქმა უნდა ხო, მაგრამ არ კითხვა რა ელტონ ჯონთან რატო არის შედარებული, რახან გეი იყო ორივე მაგრამ ვინ უფრო ტესლი გეი იყო თუ რა პონტი არის. ფრედი მერკური და ის რო იყოს, იანგილანი, აი უფრო ან დიო ან რაღაცა. რონი, ჯეიმს დიო. ფრედი მერკური თუ ელტონ ჯონი. რომელი უფრო 10 წამში თუ იტყვი რატო აქ მუსიკას დედამოწყული დღევანდელ სამყაროში თანამედროვე მუსიკა. სო, ვეღარ მოასწრებ. შემდეგ ფული კომერციალიზაცია, ფული ეგ ამიზეს. ჯერ დაგიმთავრებია ეს. ეხა? ოხ, ჩემი. არ მჯერა, რომ ეს ლაივი